მე ვარ მართა გოგიბერიძე 6 წლის. ვსწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. მე საყვარელი საქმიანობა ხატვა და ექიმობა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. 6 წლის რო გავხდი, ხატვის წრეზე შევედი. მე ვიცი სახლის ხატვა, მე ვიცი თვითმფრინავის ხატვა და ვიცი ცისარტყერას ხატვა, კიდევ ვიცი გოგონების ხატვა, ბიჭების ხატვა და მანქანების დახატვა. ყველაზე რთულია საღებავის ხატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. მე ახლა გასწავლით სახლის დახატვას. 4-კუთხედი, 3-კუთხედი და ფანჯრები, კარები და ბალახები. ჩემი ხატვის მასწავლებელს ქვია გეგა. ის არის უჭკვიანესი, გახარებული და მხიარული. მე მინდა მქონდეს ჩემი გამოფენა. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ჩემ მეგობრებს, ჩვენ ოჯახს, ჩემ მეზობლებს, საპატიო სტუმრად დავპატიჟებ ნონა ბებოს. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი. შავი არ მიყვარს, არც ნაცრისფერი, არც თეთრი. მინდა ისე კარგად დავხატო, რომ ჩემი ნახატები გავყიდო. თვითონ ნახატი ეღირება 4 რალი. მე როცა ფული მავყიდულობ შოკოლადებს. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ბარნი. საყვარელი საჭმელია წვიანი. მე ჯერ საჭმელების გაკეთება არ ვიცი, მაგრამ ჩემი და წვავს კვერთხს. ოღონ მამიკო ეხმარება. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი დაიკო, მამა, დედა, ბებო, ბაბუ, მამიდა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი დაიკო 5 წლისაა და ქვია ლიზა. ის არის პრანჭია, მხიარული, კვიანი. ჩემი აზრით ლიზა რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. მე რო გავიზრდები, გამოვა მხატვარი და პოლიციელი. მამიკო არის სიმპათიური, შრომელი, გახარებული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ჩემსავით ლამაზი, სურველი და თბილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ახლა მინდა ვიყო 9 წლის. იმიტომ რომ უფრო ლამაზი ვიქნები და უფრო ჭკვიანი. მე ძალიან მომწონს ჩემი სკოლა. იმიტომ მომწონს, რომ არ დადეგები რომ არის, რომ ალამაზებენ ოთახს მომწონს. მე მყავს კაი კლასელები და კაი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ილია კაშმაძე. ყველაზე მშვიდია ანა თავართქილაძე. ყველაზე ცერქია რაზალე ჩიჩაკო. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი. მე პრინცესებიდან გავარ რაპუნცელს. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ეკატერინე შერვაშიძე. იმიტომ რომ ლამაზია, ჭკვიანია, მხიარულია, ძალიან თბილია და გვეხურება. მე ბავშვობიდან მიყვარს ექიმობა. პატარა რო ვიყავი, ექიმობას ჩემ დაიკოს ვეთამაშებოდი. ყველაზე კარგად გამოდის ნემსის გაკეთება. ყველაზე ხშირად ჩემი დახმარება ჭირდება მამას. ადრენოგენში იწვა და წნევას უზომდნენ. მე შემოსული ვიყავი და წამლები ხელში ვეკავა.
მე გავშინდე წნევა და მოვარჩინე. მე კიდევ მიყვარს კითხვა. ჯერ ასოები არ მისწავლია, მაგრამ ყველა ვიცი. ყველაზე უფრო მომწონს ლო-ასო. არ მომწონს ჯილ-ასო. იმიტომ რაღაცნაირად დახრა რთულია. მე ასევე მიყვარს ზღაპრები. ჩემი საყვარელი ზღაპარია ეზრა და ანა. მე ძალიან მიყვარს საჩუქრები. ამ ბოლო დროს მაჩუქეს ლამაზი ტანსაცმელები. მე ვარ ლამაზი გოგო და მიხდება ლამაზად ჩაცმა. თორის ბაბუა სულ მოაქვს ჩემთვის საჩუქრები. შარშან მაჩუქა სათამაშო ქურომირა ხო იცი ქურომირა მურთმიმია წელს მინდა მაჩუქოს ლეგო ჩემი აზრით თოლის ბაბუ არის 44 წლის მისი ნამდვილი სახელია აუთ სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში წინა ბავშვმა დამიტოვა კითხვა ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამასთან ერთად შემდეგ ბავშვი ტოვებ ასეთ შეკითხვას რომელია მისი საყვარელი თამაში მაგალითად ჩემი საყვარელი თამაშია მგელობანა მე რო შემეძლოს აგრძალებდი დახუჭობანას რო ვთამაშობ ხანდიხან ვიღაცები გვაკტება ბედნიერება არის თამაში და დედიკოს ჩახუტება მე ვარ ბედნიერი ადამიანი